შემეცნებითი, გასართობი რადიო შოუ შუა დღე მედ FM-ზე. დაგიბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში გადაცემით შუა დღე მედ FM-ზე და დრო მოვიდა კულტურის ბლოკს, ესე ვთქვათ, დავუთმოთ დრო. გიგა მოდი შეახსენე მსმენელს რა სიახლე გვაქვს კულტურის სფეროში და ჩვენი სტუმრები ვინ არიან დღეს. სხვადასხვა ჟანრი, თბილისურ მოტივებთან შერწყმული მითოლოგიურ-რელიგიური თემატიკა, უამრავი სიმბოლო, გალერეა შარდენში გიორგი კუხალაშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს მხატვარი გიორგი კუხალაშვილი და ორგანიზაცია ხელოვნების ენა პროექტების მენეჯერი სალომე გონაშვილი. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის პირველ რიგში. და როგორც ვიცი უკვე გამოფენა მიმდინარეობს და ესე ვთქვათ აღსანიშნავი ფაქტია. დავიწყოთ დასაწყისიდან. როგორც ჩვენთვის ცნობილია უკვე 2012 წელს დაიწყეთ ამ სერიაზე მუშაობა და მოდით უფრო ვრცლად მოგვიყევით ამასთან დაკავშირებით. მოგვიყევით როგორ ხდებოდა ეს გამოფენისთვის მზადება. მოგესალმებით, გამარჯობათ. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ თემაზე მუშაობა, გზამთაწმინდისკენ მე ესე ვუწოდე ჩემს გამოფენას. რა თქმა უნდა, მზადება დავიწყე 2012-ში, მაგრამ მაქვს წარმოდგენილი ნამუშევრები, რომელიც არის შესრულებული უფრო გვიან. გამომდინარე იქიდან, რომ დიდი პასუხისმგებლობა თვითონ პუბლიკის წინაშე წარადგინო შენი ნამუშევრები, გამოფენის მზადებას გარკვეული წლები ჭირდება. თუმცა 2012 წელს მე უკვე მოვიფიქრე რა უნდა დამერქვა გამოფენისთვის და როგორი ტიპის ნამუშევრები უნდა წარმომედგინა. გამოფენაზე არის ძირითადად წარმოდგენილი პეიზაჟის ჟანრში შესრულებული სხვადასხვა თბილისური მოტივები. ანუ წინასწარ შერჩეულ თემატიკაზე. წინასწარ შერჩეულ თემატიკაზე კი მთაწმინდა მოგეხსენება ჩვენი დედაქალაქის ყველაზე გამორჩეული ადგილია. მთაწმინდას გარდა მისი მშვენებისა და სილამაზისა გააჩნია რაღაც მისტიური დატვირთვაც და აქედან გამომდინარე მე გამოფინე პეიზაჟების გარდა მისტიური ხასიათის სხვადასხვა კომპოზიციებიც. და ამიტომაც დაარქვით, ესე ვთქვათ, გზამთაწმინდისკენ. გიორგი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ექსპოზიციის გახსნაზე გაიმართა პირველი წიგნის პრეზენტაციაც, სადაც შესულია ჰოლანდიელი კრიტიკოსის კრის კონდაიკის წერილი და თქვენი ფერწერული ნამუშევრები. ამ დეტალებზეც რომ მოგვიყვეთ, როგორ ანუ პრეზენტაცია, ესე ვთქვათ, როგორ ჩაიარა ამ პრეზენტაციამ და რამდენად კმაყოფილები ხართ? გახსნა იყო ძალიან ჩემთვის ამაღელვებელი და სასიამოვნო. ადამიანებისგან მივიღე ძალიან დიდი სითბო, აქტოვანება და რა ვიცი, წიგნის პრეზენტაცია ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა. არის ჰოლანდიელი და ქართველი კრიტიკოსის წერილი შესული, სადაც ჩემზე საუბრობენ, ჩემს შემოქმედებაზე, თუ რა მომავალი შეიძლება და გაგრძელება შეიძლება მოყვეს, აი ეს ვარაუდები და სხვადასხვა ექსპერტის თვალით დანახული, ვთქვათ, შეფასებები, ძალიან საინტერესოა. ამ ადამიანმა ჩემი ნამუშევრები ნახა 2010 წელს, მე ჩავერთე სხვადასხვა ჰოლანდიურ პროექტებში, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ჩემს ნამუშევრებს მოყვა ჰოლანდიაში ძალიან კარგი გამოხმაურება, გაიყიდა ნამუშევრები, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პიროვნება დაინტერესდა და მე შემოდგომას იგეგმება ჩემი პერსონალური გამოფენა ჰოლანდიაში. ამ წიგნის ერთგვარი პრეზენტაცია იქაც მოხდება. სალომე, თქვენთან გადმოვალ კითხვით, როგორც ცნობილია ამ წიგნზე მუშაობდით თქვენ და მე მაინტერესებს ამ წიგნის კატალოგზე რომ მოგვიყვეთ დეტალურად. ეს იდეა თვითონ წარმოვიდა გიორგის შემოქმედებიდან.
მას დაუგროვდა იმდენი ნამუშევარი, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ გვაჩვენებინა უკვე პუბლიკისთვის ასე შეკრულად და თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის თანადგომით ეს წიგნი გამოვიდა. ძალიან საინტერესო იყო წიგნზე მუშაობა იმ ხრივაც, რომ ეს გადანაწილება ნამუშევრების მრავალფეროვნება უნდა როგორღაც აგვეთვისებინა. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ფერწერის მოყვარულებისთვის, ხელოვნების მოყვარულებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია გიორგის შემოქმედებით. და ეს ორგანიზაცია ხელოვნების ენა, ესე ვთქვათ, რას ემსახურება, რა მიზანს? ორგანიზაცია დაარსდა გიორგიმ 2010 წელს, რომელიც გულისხმობდა ახალგაზრდა მხატვრობის და მოქანდაკეების გაერთიანებას და სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. მათ დაიწყეს პროექტების განხორციელება იმით, რომ გააკეთეს ერთობლივი გამოფენა ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში, შემდეგ ამ ყველაფერს მოყვა სხვადასხვა ტიპის პროექტები. ერთ-ერთი წარმატებული პროექტი მინდა ვთქვა იყო თბილისი და თბილისელები, რომელიც ასევე თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის თანადგომით განხორციელდა და რომლის ფარგლებშიც მხატვრებმა და მოქანდაკეებმა შექმნეს დამსახურებული ხელოვნების პორტრეტები ფერწერებასა და ქანდაკებაში. ანუ ეს ადამიანები იყვნენ ჭაბუ ამირეჯიბი, რეზო ჩხეიძე, ჯანსუხ ჩარკვიანი, დიადი, ერეკლე საღლიანი დიახ და ასე შემდეგ, ვაჟა აზარაშვილი, სულ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები. და ეს პორტრეტები დარჩა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ნაწილი მხატვრებმა რა თქმა უნდა დაიტოვეს. ასევე ამ პროექტის ფარგლებში გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი, ანუ ცოცხალი პროცესი აქვს ნაჩვენები, მხატვრები როგორ ასრულებენ პორტრეტებს და როგორ საუბარი ამ შემოქმედებს შორის. და ასევე დაიბეჭდა კატალოგი, რომელიც დღემდე რა თქმა უნდა ინახება ამა თუ იმ არქივებში. და ამ კატალოგში რამდენი სურათია ეს? ამ კატალოგში არის შესული ყველა ხელოვანის პორტრეტი და ყველა მხატვრის პორტრეტი, რომელმაც შეასრულა ეს დამსახურებული ხელოვანის პორტრეტები. 25-მდე არის. დაახლოებით 25-მდე. ასევე მინდა აღვნიშნო ერთი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ იავნანასთან ერთად, საქველმოქმედო ორგანიზაციასთან და ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან ერთად. ეს იყო პროექტი ახალი სიცოცხლე, რომელიც გულისხმობდა იავნანას ბენეფიციარების დახმარებას. ასე რომ აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში და ვფიქრობთ, რომ კიდევ სხვადასხვა პროექტები წარმატებით განხორციელდება, იმიტომ რომ ყოველწლიურია ეს პროექტი თბილისი და თბილისელები და წელს კიდევ გვექნება. ანუ კიდევ ერთ-ერთი კარგი პროექტი იქნება განხორციელებული. დავუბრუნდეთ ახლა ისე გამოფენის თემას. როგორც ვიცი 30 ნახატია წარმოდგენილი. ეხლა ამ თუთას გამოფენილი, ესე რომ ვთქვათ, ყველა მითოლოგიურ რელიგიურ თემატიკაზეა შექმნილი. არა, მე როგორც აღნიშნე, ჭარბობს პეიზაჟები, მაგრამ არის მითოლოგიური და რელიგიური თემებიც. გამომდინარე სათაურიდან, სათაურის ხასიათიდან გზამთაწმინდისკენ, მთაწმინდა როგორც მისტიური მთა როგორც სიმბოლო, სულიერებისკენ გზა და ესე რელიგიური გარკვეული დატვირთვაც შევძინე გამოფენას. ეს 30 ნახატი როგორ შეირჩა? ეს 30 ნამუშევარი შეირჩა დაახლოებით 60 ნამუშევრიდან შეირჩა ეს 30. ხშირად არის ექსპოზიციის კეთების დროს ნამუშევარი, რომელიც შენ თვლი რომ არის საუკეთესო, შეიძლება იქ ამოვარდეს სხვა ნამუშევრების გვერდით, იმიტომ რომ ხდება თანაბარი, სადაც თანაბარი ძალაა, სადაც ვთქვათ სათქმელი არის, მეორდება, ის უნდა ჩავანაცვლოთ სხვა რაღაც განსაკუთრებულით და ესეთი მიდგომით ავაწყეთ ეს ექსპოზიცია. ეს უკვე მეხუთე პერსონალურით გამოფენაა, თქვენი როგორც ვიცი და ის წინა გამოფენებთან ანუ განსხვავებით რითი განსხვავდება წლევანდელი, ესე ვთქვათ, ეს გამოფენა? მე შარშან მქონდა მუზეუმ ქარვასლაში პერსონალური გამოფენა, მას ერქვა ბოხოხიანი კაცი, ეს ჩემი შექმნილი პერსონაჟი, რომელიც და კონცეფცია იყო ესეთი, რომ ეს ბოხოხიანი კაცი ჩემს ყველა ნამუშევარში ჩანდა. და მე გამოვედი სიტყვით, რომ აი ბოხოხიანი კაცი მოვამეტი და აი რომ მე ეშველება ყველაფერს, გვექნება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გვექნება პოლიტიკური დატვირთვაც უნდა ბოხოხიანი. რაღაცა ის ქონდა, ხო, რომ იმედის და ცოტა ინტრიგაც იყო. ხო, ცოტა ოცნებისაც, ცოტა რაღაცა ესეთი ის ქონდა ყველას და ნახოთ ახლა როგორ იქნება.
ყოველ შემთხვევაში მე ეს იმპულსი საზოგადოების წინაშე გავიტანე, რომ ეს მოლოდინი არსებობს საზოგადოებაში, ხალხში, მხატვრებში და მოდი რა მარი იმ კითხვენ წავიდა რომ წარსულში გადავედით ესე რომ ვთქვათ როგორც ვიცი რამდენიმე კონკურსში ხარ გამარჯვებული რა კონკურსები იყო ესენი თუ შეგიძლია რომ ვისაუბროთ ამაზე კი ესე იგი ეს იყო საპატრიარქომ ჩაატარა ერთი კონკურსი სადაც იყო მეფეების და პატრიარქების თემაზე მე შევასრულე ამბროსი ხელაიას ტყვეთაყვანა საკმაოდ მოზრდილი ნამუშევარი ბატალური სცენა იყო მეომრების აი ბრძოლის ველის ნაჩვენები იყო აზრის ნანგრევები და აი ეს მოვლენები რომელიც აი ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეულ სიმძიმეს და იმავდროს დროს რაღაც სულიერ აქტოვანებასაც იწვევს ამ ნამუშევარმა პირველი ადგილი დაიჭირა უბრალოდ მე ჩემს გვერდით იყვნენ ისეთი პატარა წარმომადგენლებიც 13 წლის ბიჭი იყო ერთი იყო და მე რო გავიმარჯვე ცოტა გული დამწყდა და მე დავუთმე ამ მე მოხსენი ჩემი კანდიდატურა ხო გია ბუღაძე იყო ჟიურიში და მე მომალიჭა ეს პირველი ადგილი და ბატონო გია მეთქი მოდით მე აი ეს ხერხულად ვზნობ თავს ახლა მე ვარ პროფესიონალი და როგორ გავეჯიბრო თქვა 12 დამწყებს რომელიც ახლა იწყებს ესე ვთქვათ ხატვას ესეთი ის მოხდა იყო უფრო ისეთი კარგად ორგანიზებული კონკურსი ტოლსტოი თბილისში 2010 წელს ჩატარდა ეს კონკურსი ჩამოსული იყო ტოლსტოის შვილთაშვილი ვლადიმერ ტოლსტოი რომელიც მის ოჯახთან ერთად ჟიურიში იღებულობდა მონაწილეობას მე წარმოვადგინე აქაც მოზრდილი ნამუშევარი ტოლსტოი თბილისში ესე დავარქვი ამ ნამუშევარს და სცენაზე იყო ახალგაზრდა ტოლსტოი 25 წლის ასაკში რომელიც სამხედრო მისიით იყო თბილისში ჩამოსული და პირველი ნაწარმოები ტოლსტოიმ ჩვენთან გაეხსნა მუზა ესე რომ ვთქვა. და ეს სიუჟეტი იყო ძველ თბილისურ აივანზე იჯდა ტოლსტოი და ქართველი მანდილოსანი ხელზე ჩიტით შემოწმდა როგორც მისი შემოქმედებითი მუზა და ინსპირაცია რაღაც და ესეთი შეხვედრა ტოლსტოისთან ძალიან საინტერესოა. პირველი ადგილი მომანიჭეს იასნა ეპალიანაში მქონდა მიწვევა ტოლსტოის მამუში და არაჩვეულებრივ დაუვიწყარი დღეები გავატარე იგი. და იყო კიდევ რაღაც ახალგაზრდა პროფესიონალი. ხო, ეს რამდენიმე თვის წინ მომანიჭეს ეს ჯილდო ახალგაზრდა პროფესიონალის წოდება. მე მაინტერესებს წვლილისთვის ფერწერაში. ასევე მაინტერესებს ამ გამოფენაზე, რომელიც ეხლა მიმდინარეობს, თუ ყიდით თქვენს ნახატებს. კი, ეს გახლავთ გამოფენა გაყიდვა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიბრძანდეს და თავისუფლად შეიძინოს თუ ექნება, რა თქმა უნდა, საშუალება, იმიტომ რომ ცოტა მე ნამუშევრებს არის კომპოზიციები, რომელიც ძალიან ძვირი ყრის და არის შედარებით პატარა ნამუშევრები მივხვდით. ცნობილია ასე რომ ექსპოზიციაზე მუშაობისას არირჩევთ ესე ვთქვათ ერთ კონკრეტულ ჟანრს, ანუ ხართ მრავალფეროვანი. აი ამაზეც რომ ცოტა გვესაუბროთ. დიახ, რა ვიცი, სამყარო თვითონ მრავალფეროვანია და მე არ შემიძლია გავჩერდე რაღაც ერთ კონკრეტულ მიღწევაზე. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ნებისმიერი ჟანრი, აი პორტრეტი ჩემთვის მაგალითად ძალიან ღრმა ჟანრია, სადაც ფაქტიურად მხატვარი უნდა მოახერხოს გარდასახვა, როგორც მსახიობი შედის ამა თუ იმ გმირის როლში, მხატვარმაც უნდა მოახდინოს გარდასახვა და ნატურას მოდელს რომელსაც ხატავს უნდა შევიდეს მის ტკივილებში, მის განწყობაში და ეს ყველაფერი უნდა ასახოს და ხშირად მე გული მწყდება რომ მოდელისგან მოდის რომ აი მე ეს ცოტა ცხვირი ოთავგრძელი ვარ ცოტა მაგ და ზუსტად უნდა აი სულაში ცოტა დამიწკიდე და რაღაცებს და
მე ვეუბნები რომ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული რა მე იმ მომენტში შემოქმედებით პროცესში როცა ვარ შესული მე ვარ გამტარი უბრალოდ შენგან რაც მოდის მე ფოტოგრაფი არა ვარ ეს შენი ზუსტი ფიქსაცია მოვახდინო მე შენ სულიერ მხარეს ვხატავ ხო იმავ დროს ფიზიკურთან ერთად და ეს ამის სინთეზს ვახდენ კლიენტებს მე არ მოვრიგდებით ხოლმე ასევე როგორც ვიცით მონაწილეობას იღებ უცხოეთში სხვადასხვა ქვეყნებში გამოფენებში რომელი ქვეყნებია ესენი ესეც რომ უთხრათ ჩვენს და რამდენად წარმატებულია ეს გამოფენები თქვენთვის ჰოლანდია ბელგია ამერიკაში მქონდა შარშან არტ ექსპოზე გატანილი ნამუშევრები მოსკოვი პეტერბურგი ანუ აქტიურად ხართ ესე ვთქვათ ჩართული 2010 წელს მქონდა გიორგის პერსონალური გამოფენა პეტერბურგში და ეხლა დამთავრდა ზუსტად რამდენიმე კვირის წინ ჰოლანდიური ორგანიზაციის FCA-ის პროექტი, რომელიც გულისხმობდა ქართულ მხატვართა ნამუშევრების გამოფენას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ძალიან წარმატებულად ჩაიარა ამ პროექტმა. ასე რომ საზღვარგარეთაც ხდება აქტიური გამოფენა გიორგის ნამუშევრების. დამატეკიგა გისმენთ? კიდევ ხომ არ გეგმავთ უცხოეთში ან უკვე ხომ არ არის ცნობილი რომელ ქვეყანაში მოხდება თქვენი მონაწილეობა რომელიმე ჰოლანდიაში შემოდგომის ეს დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში ამაზე ზუსტად ჩამოყალიბდებით მოხდება ჩემი პერსონალური გამოფენის გატანა ჰოლანდიაში და ბოლოსთვის რაიმე ხომ არ დაგჭერთ სათქმელი და ასევე მსმენელს შევახსენოთ სად ტარდება თქვენი გამოფენა რომ მოვიდეს და დაათვალიეროს იყიდოს და დატკბეს ესე ვთქვათ ესეთი გამოფენა ტარდება გალერეა შარდენში ეს არის რუსთაველის 13 სასტუმრო მერიოტის შენობაში გამოფენა გაგრძელდება 15 ივნისის ჩათვლით ასე რომ მნახველს შეუძლია დაათვალიეროს შეიძინოს დააკვირდეს და განიხილოს გიორგის ნამუშევრები და ბოლოს გიორგი დაგვიმატე რამე სათქმელი ჩვენს ფენას ესე ვთქვათ მიმართე არტ თერაპიაზე ორიოდე სიტყვით მინდა მსმენელს რაღაცა ინფორმაციის სახით მივანიჭო სამედიცინო რადიოში ხართ ეს თქვენს გავთუფლება ასე რომ თერაპია შესაბამისად მკურნალობას ნიშნავს ესე ვთქვათ და თქვენი მხრიდანაც გვესაუბრეთ ამ მკურნალობის მეთოდებს ყავს რამდენიმე მეგობარი რომელიც პროფესიონალი არ არის მაგრამ თვითონ ცდილობს ჩემგან რაღაცა ისწავლოს ეს უხსნი ტექნიკურ შტრიხებს თქვათ როგორ უნდა გამოსახოს ის სათქმელი რაც მას აწუხებს და ეს მომენტი როდესაც აი შენ რაღაცა ტკივა ვერ ამბობ ბოლომდე და ამას გამოსახავ ფორმებით და ფერებით ეს გარკვეულ სტრესის მოხსნას აი ჩემი გამოცდილებიდან ეხლა მე არა ვარ ამაში ისეთი მაგრამ აი ჩემი გამოცდილებით ეს პრაქტიკა მიჩვენა რომ ეს ადამიანები დღეს ისეთი კმაყოფილები არიან და ისეთი ბედნიერები არიან რომ აი ესე რომ მიმართეთ ყველა ხატრობას გარდა პრაქტიკული დატვირთვისა აქვს ძალიან ესეთი სამედიცინო დატვირთვაც სულიერი და რა ვიცი ძალიან სასარგებლოდ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე ასე ვთქვათ. დიდი მადლობა სალომესაც და გიორგის დღეს სტუმრობისთვის და მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ ასე რომ მოდი გიგაში შევუერთდეთ აუცილებლად წარმატებებს გისურვებთ ნამდვილად აქაც ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთაც ჩვენს სცენებს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ მხატვარი გიორგი კუხალაშვილი და ორგანიზაცია ხელოვნების ენა პროექტების მენეჯერი სალომე გონაშვილი თქვენ უსმენთ პირველ სამედიცინო რადიოს გისმენთ მედეფემი 103 კლავ დაგიბრუნდებით დარჩით ჩვენს ტალღაზე დროებით
Riders on the storm. Riders on the storm. Riders on